გავუქმეთ უსარგებლო პროგრამა. ირაკლი კობახიძემ დღეს აღიარა, რომ ფულს ბიუჯეტიდან ტყუილად ხარჯავდნენ. საუბარია სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც საბიუჯეტო ხარჯმა თითქმის 400 მილიონ ლარს მიაღწია. 4 წლის თავზე კი ოცნება საზოგადოებას ეუბნება, რომ ამ ადამიანების დასაქმება ფიქტიური იყო და პროექტს ქვეყნისთვის სარგებელი არ მოუტანია. 30,000 ადამიანი იყო რეალურად შეიძლება ითქვას ფიქტურად დასაქმებული. სინამდვილეში ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, მაგრამ იღებდნენ სინამდვილეში ისევ სოციალურ დახმარებას. ასეთი იყო მდგომარეობა, ასეთი იყო დაახლოებით 30,000 ადამიანი, თორსები 29,000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი. ეს პროგრამა გაუქმდა, რაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ფიქტიური იყო. არადა სულ სხვა რამეს ამტკიცებდა 4 წლის წინ კობახიძის წინამორბედი და მასთან ერთად ოცნების მთელი პოლიტიკური ელიტა. ირწმუნებოდნენ, რომ პროგრამა სამუშაო ადგილებს შექმნიდა. სოციალურად დაუცველებს სტატუსის შენარჩუნებით შრომის ბაზარზე დააბრუნებდა და მათ კვალიფიკაციასაც აამაღლებდა. სოციალური შემწეობის მიღების შრომის უნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას. საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას. ადამიანებს ჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთარ თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შრომის უნარიანი მოქალაქეები ყველა ვისაც შეუძლია ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში. პროგრამის 4 წლიან ციკლში სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30,000-მდე ადამიანი დაასაქმეს. გამგეობები კონვეიერული წესით ქმნიდნენ ვაკანსიებს, ხალხს აფორმებდნენ აუზების მწმენდავებად, სასაფლაოების მომვლელებად, გზების შემკეთებლებად და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა კი მედიისა და კორუფციის მკვლევრების ყურადღება მალევე მიიქცია. მაგალითად, ფლანგვის დეტექტორმა ოცნება მოქალაქეების ფიქტიურ დასაქმებასა და ბიუჯეტის ფულის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებაში ჯერ კიდევ 2 წლის წინ ამხილა. რიგ შემთხვევებში ეს პოზიციები ფიქტიურს გავს, ან ეჭქვეშ დგას მათი საჭიროება. ეს ყოველივე ბადებს შეკითხვას. ხსენებული პროგრამის სახით ხომ არ გვაქვს საქმე არაფორმალური დასაქმების სქემასთან, რომლის ფარგლებშიც საბიუჯეტო რესურსი რეგიონებში ქართული ოცნების მხარდამჭერებისკენ მიედინება. მაგალითად, მესტიის მუნიციპალიტეტში დასაქმებულია 143 სტადიონის დამლაგებელი და 170 აუზის გამწმენდი, რაც ეჭვს აჩენს დასაქმების რეალურობასა და გამჭვირვალობაზე. სხვა რეგიონებში ათეულობით ბენეფიციარია დასაქმებული კეთილმოწყობის სამსახურში, ან ისეთ პოზიციებზე, რომელთა მოცულობა არ შეესაბამება ადგილობრივ საჭიროებებს. დასაქმების პროგრამის საეჭვო გარემოებებს ხედავდა ყველა, ქართული ოცნების გარდა. წლების განმავლობაში ისინი ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ სამუშაო ადგილები რეალურად იქმნებოდა და საარჩევნო მიზნები არაფერ შუაში იყო. და ახლა, როცა პროგრამის არაეფექტურობა ოცნების პირველმა პირმა თავად აღიარა და თანაც ასეთი ეპითეტით, ვინ არის პასუხისმგებელი ხალხის ფულის ასე დაუდევრად ხარჯვაზე. ადამიანებს ამ თანხით თავისუფლება მოპარეს, ანუ ხმისუფლება წაართვეს და თავიდანვე ამ პროექტის შემოღების დროს თავიდანვე ვეუბნებოდით, რომ ეს არის პროექტი, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ფიქტიური და ეს ფული ვერ მოხმარდება ამ ხალხის სიღარიბიდან ამოყვანას და დარჩება ისევ იქ, სადაც არის. ამის შემდეგ კობახიძე და ძმანი მისი, რომელიც ასე ჩამოდგებოდნენ შემდეგ და ილანძღებოდნენ და თითქოს აქ ეს იყო პროგრამა, რომელმაც უნდა გადაარჩინოს საქართველოს მოქალაქე და ზუსტად 2 წლის თავზე აღმოჩნდა, რომ თურმე ყოფილა ფიქტიური. ანუ ამაზე ხო პასუხი ვიღაცამ უნდა აგვიღოს. ირაკლი კობახიძე იყო უმრავლესობის ლიდერი, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის დასაქმების პროექტს მხარს უჭერდა საკანონმდებლო ორგანოში. ახლა ჩვენ ვისმენთ მისგან, რომ თურმე ეს ყოფილა უსარგებლო და ეს ხო კონკრეტული ფინანსური რესურსებია, რომელიც გაიფლანგა არა, მოხმარდა მათ საარჩევნო მიზნებს, პარტიულ მიზნებს და ეს არის კონკრეტული მოქალაქეების ძარცვა. ამ ყველაფრის ფარს ჩვენი თანამოქალაქეები იხდიან ქვეყანაში. სიღარიბე არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება. დასაქმების ხელოვნური სქემა, რომ ქვეყნის ეკონომიკას სარგებელს არ მოუტანდა, ამაზე ეკონომისტებიც აქტიურად საუბრობდნენ. მათი აზრით 400 მილიონ ლარამდე ფული ოცნებამ უბრალოდ წყალში გადაყარა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უსარგებლო და ფიქტიური პროგრამა აღმოჩნდებოდა, მაშინ მართლაც არ უნდა პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრებს, რომ ეს შეესმინათ და მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი და ფაქტობრივად ეს ფული წყალში გადაიყარა. და რა თქმა უნდა, ყოველთვის იბადება, მეგონი გონივრული ეჭვი, რომ ეს პროგრამები, რომლებიც და ეს არის ერთ-ერთი პროგრამა, ხო? დახუნძლულია ბიუჯეტი ასეთი ფიქტიური და უსარგებლო პროგრამებით. დასაქმების პროგრამა შეწყვეტილია. ასეულობით მილიონი ლარის ხარჯვის შედეგი კი ისაა, რომ 30,000-მდე დასაქმებულიდან სამუშაო მხოლოდ 600 ადამიანმა შეინარჩუნა.
გამოდის, რომ ხალხის ფულის ვითომ რაციონალურად მხარჯველმა ოცნებამ ერთი სამუშაო ადგილის შექმნაში 600,000 ლარზე მეტი დახარჯა. ეს მაჩვენებელი კი დასაქმების ეფექტურობის საერთაშორისო სტანდარტს 4ჯერ და მეტად აღემატება.